ჩვენი აქცია გრძელდება, ძალიან მიხარია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ფესტივალს მზიან საქართველოს ჩემს მეგობარს თეა დავითაიას და მის მთელ გუნდს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკვე ჩაერთო აქციაში, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, გაიღიმე და გაუღიმე სხვას და ჩვენთან მოვიდა სტუმარი, თიკო ასკილაშვილი, რომელმაც გუშინ მომწერა, მან ნახა ვიდეო აი ესეთი აქციების და გამოთქვა სურვილი, რომ მოსულიყო ჩვენთან და ჩართულიყო ღიმილის აქციაში. თიკო, მადლობა შენ. დიდი სიამოვნებით ვიღეთ ამ აქციაში მონაწილეობას. ყველას მოვწოდებ, რომ მიიღოს მონაწილეობა და თითო სიკეთე ყველამ გავაკეთოთ. მართალი ხარ, თითო აგურის დადებით დიდი ცათამბჯენები შენდება, ხო? სხვათაშორის აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავიგეთ რაღაცეები თიკოს ცხოვრებიდან, თიკოს ოცნებებიდან და ძალიან მალე იასამნისფერ პლანეტაზე, სადაც პეპლებიც კი იასამნისფერია, თიკოს ძალიან ბევრი სიურპრიზი და ახდენილი ოცნება ელის. თიკო, აი ეს ნამცხვარი და აგემოვნე, იმედია კიდევ ბევრი ადამიანი შემოგვერდდება, ხელს შეუწყობთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, რადგანაც ეს არის ხელნაკეთი ნამცხრები. ყველამ ნახეს, რომ ჩვენმა ბავშვებმაც დააგემოვნეს და მართლა ძალიან გემრიელი ყოფილა და ბევრი მიმბაძველი გამოგიჩნდება. აი ნახეთ, 2 ლარით რამხელა სიკეთე შეგიძლიათ გააკეთოთ. თიკო ისეთი გოგოა, რომ არც კი სჭირდება უთხრა სიტყვა გაიღიმე, თვითონ იღიმის და მართლა იმდენად დიდი პოზიტივი მოდის, რომ მთელ ქვეყანას ედება მისი პოზიტივი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მეგობრებო, ჩაერთოთ ამ აქციაში და თითო აგური დავდოთ, სიკეთე გავაკეთოთ. მადლობა.